მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ჩვენი არხის გამოწერისთვის და ასევე ყველას მოგიწოდებთ თავში რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო კონტენტის შემოთავაზება შევძლოთ თქვენთვის. დღეს გვინდა რომ მცირე ვიდეო ჩავწეროთ, რადგან მე და ნიკა ვართ გამოსულები, გავართ ჩემ მანქანასთან. გავიდა რაღაც პერიოდი, რაც ეს მანქანა მყავს, კერძოდ თითქმის 1 წელი არ გასულა, მაგრამ ბევრიც აღარ უკლია. გავიარე დღევანდელ მომენტში რო ავიღოთ 20000 კილომეტრზე მეტი და შესაბამისად მინდა რომ მოგიყვეთ ამ მანქანის შესახებ, რას ნიშნავს Toyota Prados ფლობა 20000 კილომეტრის გავლა ამ მანქანით, რა პლუსები და მინუსები დავინახე მე და რა ხარჯთან არის დაკავშირებული ამ მანქანის შენახვა ჩვენნაირ პირობებში მოხმარებისას, როდესაც გადიხართ 20000 კილომეტრს. მოდი ალბათ პლუსებიდან დავიწყოთ და მე გავუყვეთ სხვა დანარჩენს. პირველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი მსგავსი ტიპის მანქანისთვის ალბათ იქნება ის, რომ არის, ცალსახად ეკონომიურია, დიზელი არის და რაც არ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა შევადაროთ ამ ხელა მანქანისთვის წვავს საკმაოდ ცოტას და მოდი ბარემ ახლა წვაზეც რო გითხრათ, რეალური ციფრები რა გამოვიდა ჩემი გადმოსახედიდან. ოღონდ ვიტყვი რომ ქალაქში როცა დავდივარ, რომ გულისხმობ ქალაქში სიარულს თავის საცობებში რამდენიმე წუთი, არ ვიცი 30-40 წუთი ადგილზე დგომას და ასე ნენელა სიარულს, გზაზე სიარულს გულისხმობ, მაგისტრალზე სიარულს და შერეულ რეჟიმს გულისხმობ, როგორც მაგისტრალი, ასევე ქალაქი, ასევე უგზოობა. რო დავიწყოთ ქალაქიდან, ამ ვიზუალზე როგორც არის, ეხა ქარხნულად რა დისკებიც მოყვება, ის დისკები მიყენია და საბურავები შედარებით დაბალი ზომა არის და ატეები არის. ეს საბურავები არის 31 ინჩიანი, დალიფტული არის 2 ინჩით, ან დაახლოებით 4-5 სანტიმეტრით, მიყენია საბარგული, წინ ჯალამბრის სადები და ესეთი რაღაც მცირე ტექნიკური დეტალები, რაც წვაზე ქარხნულთან შედარებით მოქმედებს და შედარებით მომატებული აქვს. დღეის მდგომარეობით ეს მანქანა ქალაქში საცობებიდან გამომდინარე წვავს ალბათ 12.5-13 ლიტრ ნახევარს დიზელს 100 კილომეტრზე. რაც შეეხება გზაზე გადაადგილებას, ან ტრასაზე გადაადგილებისას წვავს დაახლოებით 9.5-დან 10.5 11-მდე გააჩნია როგორ ივლით, რამდენად ინტენსიურ რეჟიმში ივლით, ან რამდენად წყნარად ივლით. ხოლო რაც შეეხება შერეულს, სადაც უკვე უგზოობაც გამოიყენება, ქალაქიც გამოიყენება და გზაც, ალბათ დაახლოებით გამოდის რაღაც 11.5-12.5. აი ესეთი წვა აქვს ამ მოცემულობაში, ხოლო თუ დავაყენებთ უკვე MT საბურავებს, რომელიც მეყენა მე 33-იან MT-ებს, იქ რა თქმა უნდა წვა იმატებს დაახლოებით ამ მოცემულობაზე, რაც ვქი, დაახლოებით ლიტრ-ნახევარი 2 ლიტრა მინიმუმ უნდა დავუმატოთ ზევიდან. ეს რაც შეეხება წვას. თუმცა ეს ყველაფერი ესეთი მანქანისთვის არის ძალიან ცოტა. მაგალითად, რო ავიღოთ ნიკას Foreruner-ით, როდესაც ვიყავით შატილში, დაწვა დაახლოებით 20 ლიტრი, ხო არ მეშლება რამე? გზობაზე? ხო. მხოლოდ უგზოობაზე, სადაც მე მაქსიმუმ წვა მექნებოდა, აი ყველაზე ბევრი მხოლოდ უგზოობა რო ავიღოთ, 14 ლიტრი, აი ეგაც ძალიან ბევრი არის. ძალიან ბევრი. რეალურად საშუალო წვა გამომივიდა მაგ ტრიპზე რაღაც 12.5-13. ცოტა მეტი გამოდის, რაღაც 2 ლიტრით მეტი გამოდის. 2-3 ლიტრით მეტი გამოდის იმ მანქანისთვის წვა, მაგრამ ეს როდესაც უფრო მძიმე უგზოობაზე იყენებთ, მე ეს სხვაობა უფრო იმატებს და იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ეს ახლა ნიკას მანქანას შევადაროთ, ქართლოსის მანქანას, თორნიკეს მანქანას და ხაკავიკებს რო შევაბაროთ, რომელიც ხაპავენ ბენზინს, მაგასთან შედარებით ძალიან ეკონომიურია. მათ შორის ქალაქში სიარულისას არა ახლა 12.5 მაგალითად ამ ხელა მანქანის ისეთი წვა რომ ვერ იაროთ და რაღაცა განსაკუთრებული დისკომფორტი მოგაყენოთ. ეგ იცი რატო იქნება მნიშვნელოვანი Foreruner, იმიტომ რომ 4 ლიტრიანი ძრავია. ანუ Prado 4 ლიტრიანს რო შეადარო. ხო. დაახლოებით იგივეს მიიღებ უფრო მეტად Prado-ზეც full time-ის გამო. უფრო მეტს დაწვავს კი. კიდევ უფრო მეტს დაწვავს. კი, ანუ რეალურად ის მეხუთაობა უფრო ეკონომიურია, იმიტომ რომ არის უკანა წამყვანი და წინახით ზურთავ, მაშინ როცა გჭირდება შესაბამისად გზაზე ან ტრასაზე გადაადგილების დროს და ქალაქში ბევრად უფრო ნაკლებს წვავს, ვიდრე full time Prado 4-დან 0. ხო. ეს არა მხოლოდ პლუსი არის მაგის გამო რომ ცოტა სწორს, არამედ იმიტომ რომ ჩვენი გამოყენების შემთხვევაში რეინჯი, ანუ მანძილი
რა მანძილით შეგვიძლია ერთი პაკეტი გავიაროთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად თუ შეჭი ასვლისას იცით რომ ბენზინიანი მანქანით როცა მივიდივართ ხოლმე, მე შარშან რო ვიყავი 4 და 7 ფორანერით, თორნიკეთს, ქართლოზეც, სულ მიგვაქვს საწვავი, მათ შორის ნიკასაც მოაქვს ხოლმე საწვავი, რომ იქ ბევრს თუ ვივლით, მე დასამატებელი არის და არ ყოფნის ერთი პაკი. ამ მანქანას საშუალო რეინჯი ერთი პაკით აქვს დაახლოებით მინიმუმ 700 კილომეტრი შერეულ რეჟიმში. ამ თბილისიდან რო წახვიდეთ თუ შეჭიდეთ, ჩამოხვიდეთ უკან 700 კილომეტრ თავისუფლად გაგატარებთ, ისე რომ არ ინერვიულებთ. ეს არის ძალიან დიდი პლუსი, არ გიწევთ დამატებით საწვავის აუზის ტარება, რაღაცა ყველა 200-300 კილომეტრში ერთხელ გაჩერება და აშენე. პირველად როცა ეს მანქანა ვიყიდეთ თურქეთში წავედი ერთი პაკით, მაშინ გავიარე 1000 კილომეტრი. ოღონდ იყო სტანდარტულ მდგომარეობაში. დაახლოებით წვა გამოვიდა 7.5-8 ლიტრი. ოღონდ იქ ცოტა მოსწორებული ადგილებია ჩვენაირად აღმართები არა, აი სწორია ადგილებია და ეს მიდიხარ. ხო. ეგ არის მეორე დიდი პლუსი, მესამე დიდი პლუსი ჩემი აზრით, რაც აქ ამანქანას არის მისი სიმარტივე, ანუ არაფერი არ აქვს. რა უნდა გამოვშილდეს. არაფერი არ აქვს. ელექტრო ამანქანას არ ვიცი, ელექტრო აქვს შუშები ადის და ჩადის. და არაფერი არ აწუხებს ამ ცხოვრებაში. ანუ რაიმე შესაძლებელი გაქვთ არა გაქვთ, დიდათ ვერც გაიგებთ, დადის მაინც ჩვეულებრივად, არ ვიცი. ესე არ შემიძლია პრინციპი დიდათ არაფერი, მაგრამ ესე აი არ შეგიძლია ერთია, მაგრამ შემოწმებით ხო, შემოწმებულია და ხო, ანუ არა აქვს შესაძლებელი. არა აქვს რა, ეხლა ამ მანქანას უკვე გავლია 280.000 კილომეტრი და უმეტესი ნაწილები არის ქარხნული, რა ვიცი, დადის. ძრავი არ ბოლავს, არ ვიცი, არაფერს არ შვება, ტექნათონირება შოლებრივად გადის, არ ვიცი, ანუ ყველაფერი მუშაობს. ღილაკების კი სალონში ღილაკები რო ისინიც კი არაა გადაკერცილი და საჭეც კი არაა გადაკერცილი და არ ვიცი მეტი რა უნდა მოთხოვოთ ახლა 2012 წლიანი მანქანაა ცენტრიდან გამოყვანილია მის მერე დადის სერვისდება კი ბატონო აგერ მე ვიყიდე ახლა მე დამყავს და რა ვიცი ხანსად ვაჯილი გინებ და არის აი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ახლა სერვისის იმაზე რომ გადავალთ რეები მაქვს გატარებული თქვენც ნახავთ რომ განსაკუთრებული არაფერი არ შემიძლია გარდა გეგმიური სერვისები და რა ჭირდება ხოლმე ეს მესამე დიდი პლუსი, რომელიც ამ მანქანას გააჩნია. მეოთხე პლუსი, ნუ ეხლა არ ვიცი ყველას შეიძლება პლუსი არ იყოს, ჩემთვის არის გაბარიტები, ანუ ჩემთვის ცალსახად ძალიან დიდი პლუსია ეს პლატფორმა და ამის გაბარიტები, ისევ როგორც მეხუთე თაობა და JX-ი, ანუ საშუალო ზომაა რა, არც რაღაცა Land Cruiser 200 ან Elix-ი არის, არც Fortuner-ი არის, ან Mitsubishi Pajero Sport. აი შუაში არის გაკვეხილი. ოღონდ ძალიან კარგადაა გაკვეხილი. შეჯიბზეც კარგად გამოიყენებთ, იქ რო გავძრეთ, გამოძრეთ, ფიშკებს არ დაეჯახოთ რაღაცა, ისინი ალმები არ მოწყვიტოთ და ჯარიმა არ დაგეწერონ. მართალი აკომი ქნა, მაგრამ არა უშავს, ანუ უგზოობაზეც კარგად დადის, არ არის ძალიან მძიმე. ცოტა ხარტოზა. რაღაცა მიფრინავს თვითფრინა. ო, ანუ ისეთი ზომაა, რომ შეჯიბზეც კარგად გამოიყენებთ, უგზოობაზეც კარგად ივლით, არ არის მძიმე. არ აქ ეს მძიმე მანქანებს აქვთ ხოლმე ძალიან უჭირთ ეგრეთ წოდებული კალეიდან, ანუ ნაკოლევიდან ამოსვლა, არა აქ ეგეთი პრობლემები არ დაგაცურებთ რაღაცა დახრილ მიდამოზე, იმიტომ რომ სიმძიმე დაბლა წაიღებს, ანუ ყველაფერი არის ბალანსში მოყვანილი. შიდა ზომა საკმარისია, ოჯახით უკავთ ბავშვთან ერთად თუ დადიხართ. საბარგულის ზომა საკმარისია, სალონის სივრცე ძალიან საკმარისია და ანუ გაბარიტულად ქალაქშიც ისეთი არაა, რომ ამ მანქანით ყოველდღე გადაადგილება ძალიან დიდ პრობლემას გიქმნიდეთ და ან პარკირებაზე ვერ გააჩეროთ სადმე, ან რაღაც. ანუ კარგი უნივერსალური მანქანაა, რომელიც მე ძალიან მომწონს აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში. პლუსებიდან არ ვიცი, მეტი აღარ მახსენდება, ისეთი არაფერი შენ ხوار დაამატებ ნიკარამას. ნუ სერვისში გავიყვანდი ალბათ, რომ ყველაფერი ხელმისაწვდომია. ხო, ნუ ნაწილები თუ რამე დაგჭირდა ხელმისაწვდომია. კი, ყველაფერი არის, ბევრია ეს დასიპათა. კაი, და ეხლა გადავიდეთ ალბათ უკვე მინუსებზე. და ჩემთვის როგორც ამ მანქანის ფლობელისთვის დავიწყებ ახლა მინუსების თქმაში. ჩემთვის ყველაზე დიდი ოღონდ აქვე გავავთხილოთ ახლა რომ ჩემი მინუსები შეიძლება ვიღაცისთვის მინუსები არ იყოს და ასევე ჩემი პლუსები ვიღაცის შეიძლება პლუსი არ იყოს. ეს ყველას არის ინდივიდუალურად, თქვენ თვითონ უნდა გადაწყვეტოთ რა არის მინუსი და რა არის პლუსი. ყველაფერი რასაც იტყვი შეიძლება გამოყენებული იყოს ჩემ წინააღმდეგ, ხო? ეხლა ანუ Subaru-ს ფანები გადაკიდებული იყოს, Fit-ების ფანები, Xterra-ს ფანები ხო რა ვიცი, გულანძღე. თხეს Wrangler-ის ფანები დავიმატეთ, ეხლა ამ დღეებში რაღაც კამპანია მქონდა, Wrangler-ის გაშავების და Wrangler-ის ფანები დავიმატეთ და ეხლა გადავდივარ Prado-ს ფანები უნდა დავიმატო და მე ბილეთი მიყიდეთ და გამიშვა ამ ქვეყნიდან. სანამ ცოცხალი ვარ, ხო. ეს ხუმრობით. ჩემთვის ყველაზე დიდი მინუსი არის ძრავი და ძრავთან დაკავშირებული ხმა. ეხლა რომ დავქოქო აქ, ჭიტები გაიქცევიან 10 კილომეტრის რადიუსში ყველა მიმართულებიდან ესე აფრინებიან და წავლა. ანუ ამანქანით სანადიროთ ვერ ივლით რა, ჩუმად რომ მიეპოვო რაღაც ეგეთი ფუნქცია არა აქვს. ანუ
ძრავი არის ლიტრიან ძრავზე. არა ტექნოლოგიური ძრავია, ასე ვთქვათ, ტრაქტორის ჩვეულებრივი კერკერა ძრავია, ძალიან დიდი ხმა, გაჩერებულზე კარგი ვიბრაცია აქვს, რაც გადმოდის თელი დღე რომ მანქანით დადიხართ, ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი და დღის ბოლოს თქვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე თუ მდგომარეობაზე აღიქმება ეს ყველაფერი, რომ სახში რომ მიდიხართ, აი ესეთი გადადიხართ და ხართ ესე. ასევე მეორე მინუსი დაკავშირებული იქნება სიმძლავრესთან, მე ვისურვებდი ცოტა მეტი სიმძლავრე ქონოდა. ეხლა ამ მდგომარეობაში მანქანაზე აყენია ჩიპი, რომელთაც ვითომ უფრო კაი სიმძლავრე უნდა ქონოდა. წეღან ვიყავით, გავაზომეთ 0-დან 100-მდე რამდენი ჩქარდებოდა და ეხლა ამ მოდიფიკაციაში როგორცაა 13 და 8 გამოგვივიდა, ხო? 0-დან 100-მდე აჩქარება. 13.5, ხო? ნუ არ ვიცი, ხა ესეთი მანქანები დიზელისთვის ნორმალურია, მაგრამ ნუ სიმძლავრე მეტი რო ყოფილიყო, უფრო კარგი იქნებოდა. თუმცა სამოძრაო რეჟიმში ნორმალურია, დისკომფორტიც არ შეგექმნებოდა, მაგრამ მეტი სასურველი იქნებოდა. შემდეგი მინუსი ოღონდ ეს ჩემთვის რაც არის, ამ კონკრეტულ მოდიფიკაციას ესაა როგორც მოგიხსენებათ, ეგრეთ წოდებული ბარაბანი და არანაირი ელექტრო და დამხმარე მოწყობილობები არ გააჩნია, ანუ აუდიო სისტემა აქვს, აი არ ვიცი, როგორი ცუდი აუდიო სისტემა აქვს, ისეთი როგორც არ წარმოგიდგენიათ. უბრალოდ ეს აი ხო არის მანქანები, რომელსაც მაგნიტოფონი და დინამიკები არ მოყვება. ამას მოყვება, ოღონდ იმიტომ მოყვება, რომ თქვენ იქ წიშკა დაუწერეს Toyota-ში სადღაც, რომ მაგნიტოფონი და დინამიკები აქვს, რომ რაღაცას მოусვენ, მაგრამ რას და როგორ მოусვენ, ეგ უკვე აღარავის აღარ აინტერესებს ამ ქვეყანაზე საერთოდ. რაღაცას ჩართავ და რაღაცას გაიგებ, რა გესმის და როგორ გესმის, არა. რაღაცა მუსიკას რო აკუსმენ და მე კაი მანქანაში შეძებს, სადაც კაი აუდიო სისტემა, თურმე აღმოჩნდა სხვა სიმღერა ყოფილა საერთოდ. აი დაახლოებით ეგეთი აუდიო სისტემა აქვს. ნუ რაც მე პირადად არ მომწონს, თქვენ შეიძლება საერთოდ არ გაქვთ ეგეთ რაღაცაებზე პრობლემა. ანუ ეს ორი ძირითადი ნაწილი არის, რაც მახსენდება მე ამ მანქანასთან დაკავშირებით მინუსი, ნიკა არ ვიცი, შენ ხوار დაამატებდი რამს. მეტი პრინციპში რო თქვა დიდათ არ მახსენდება. როგორ? არა აქვს. არა აქვს მეტი ისეთი რაღაც განსაკუთრებულად ის არის, პირობითია შენთვის. ხო, ეს ჩემთვის მინუსია, თორე ანუ ბევრ ადამიანს საერთოდ არ ადარდებს ეგეთი რაღაცეები და აი არ ვიცი. ძალიან ბევრი წელი ძალიან კმაყოფილი იქნებოდა ამ მანქანით. და ეხლა ალბათ ყველას გაინტერესებთ და ნახოთ რა ჯდება ამ მანქანის შენახვა 20.000 კილომეტრის გავლის მერე. როგორ? ყველას აინტერესებს. ეგ ყველა მეკითხება ხოლმე რა ჯდება ამის შენახვა, რა ჯდება იმის შენახვა, რა გიჯდება და რაღაც ეს. ამიტომ ეხლა გადმოვიღებ დოკუმენტებს, სადაც არის ფასები მითითებული, რაში რა მაქვს გადახდილი, მე დავაჯამოთ ერთად ეს ფასები და გავიგებთ 20.000 კილომეტრზე რამდენი დავხარჯე. 20.000 კილომეტრი, ან სიზვით ხარი რამდენი, რა პერიოდია? იანვარში ვიყიდე და ეხლა 20.000-ზე მეტი მაქვს უკვე გავლილი. მოიცა წელი არ გავიდა უკვე 20.000 გაიარე? კი. 20-ზე მეტი. ეხლა ალბათ 22-23 მეხდება გავლილი. ბევრს დავდივარ, ბევრს. მარტო ორჯერ ვიყავი თურქეთში და რავი საქართველოში კიდე რა ვიარე და ვიარე. აჰა, დავდიხარ ესე იგი. ეგ და ეხლა ერთ ასე ვთქვათ კომენტარს გავაკეთებდი ფასებთან და სერვისთან დაკავშირებით. ეს მანქანა სერვისდება მხოლოდ ცენტრში რა ფასებიცა არანაირი ფასდაკლებული ფასები არაა ხოლმე. თუ რაღაცაზე ფასდაკლება არის გამოცხადებული, ფასდაკლების ფასი ვტკიდულობ იმ მომენტში როცა მივალ სერვისზე, თუ არა არის სტანდარტული ფასები. ანუ არანაირი შეღავათები და რაღაცები გათვალისწინებული არაა. ცენტრში რომ მიხვიდოთ Toyota ცენტრ ტეგეტაში, შეიყვანოთ ეს მანქანა, შეაგდოთ სერვისზე, და მის სერვისზე რაც უწევს რეგლამენტურად, გამოიყვანეთ და წახვიდე. ეხლა მოვიღებ ჩემ ფურცლებს და გავაგზავნოთ. ეგრევე უნები ხოლმე ყველა სერვისზე რომ იმყავს, რომ თუ რამე არის კიდე, რასაც მეტყვით რომ გასაკეთებელია, ბარემ გავაკეთოთ. მოუპტიჩკოთ და გავაკეთოთ. დავიწყოთ რა დოკუმენტებით რო შეიარაღებული. ესე იგი თავშივე ვიტყვი რომ მანქანას 10.000 კილომეტრში ერთხელ ვასერვისებ ხოლმე, ეგრე სერვისდებოდა და მეც ეგრე გავაგრძელე, ანუ არ შემიცვლია ეს ინტერვალები. რო ვიყიდე მაშინ დასასერვისებელი იყო და აგერ მაქვს პირველი დოკუმენტი, რომლითაც 260.000 467 კილომეტრზე გავუკეთე პირველი გეგმიური სერვისი, რომელიც 464 ლარი, კი, ეს რაღაცებს დავუმალავ. ჩემია, ჩემი სახელმწიფოები წერია. კი, ესენი გააკრე. აი, დავბლა რომ მე. 464 ლარი გადავიხადე, შევცვალე ძრავის ზეთი, ძრავის ჰაერის ფილტრი და სავალი ნაწილის შეპოხვა გავუკეთე. ნუ ზეთის ფილტრი ასევე ძრავის. ეს ყველაფერი 464 ლარი, კი. რაღაც ალკაშკარა ძალიან ბევრი ზეთი ჩადის. ზეთი ძრავში ჩადის 7 ლიტრი, რომელიც ის 30 ლარი. სტანდარტულ მდგომარეობაში. შეპოხვას ყველა სერვისზე ვაკეთებ ხოლმე. გადავიდეთ. რას უპოხავ და სავალ ნაწილს აქვს სპეციალური ადგილები, რომლებიც იპოხება ეგრეთ წოდებულ კარდნებს და სხვადასხვა აგრეგატებს და მანდ ვაკეთებთ ხოლმე ყოველ სერვისზე შეპოხვას. გადავიდეთ შემდეგ სერვისზე, რომელიც გატარებული არის 269.565 კილომეტრზე და
რომლის ღირებულებაც იყო 1400 ოჰო არა, ბოდიში 1655 ლარი. ეხლა იკითხავთ, რატო იყო ეს 1655 ლარი ამის ღირებულებაო, თუ წინა 500 ლარი იყო? იმიტომ რომ 40000 კილომეტრში ერთხელ ამ მანქანას რეგლამენტურად უწერია რომ უნდა შეუცვალოთ ზეთი გადაცემათა დამადაბლებელ გადაცემაში, წინა ხიდში, უკანა ხიდში, ტორმუზის სამუხრუჭე სისტემაში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეგ ყველაფერი შეეცვალა და დაუსერვისდა. ანუ ძრავის ზეთი, ზეთის ფილტრი, ჰაერის ფილტრი, საწვავის ფილტრი მათ შორის, გამანაწილებელი კოლოფის ზეთი, სამუხრუჭე სითხე, ხიდის ზეთი, კარტერის სასობი ეს ყოველთვის არის ხოლმე და რედუქტორის სარჭი რაღაცა ბოლტებიც შემიცვალეს, რომელიც აღარ ვარგოთ. ეს იყო მეორე სერვისი და მოიცა ის 10000 როცა მოგიწია? კი ბატონო, 10000 როცა მომიწია და ამ 10000-ით გავაგრძელე სულა 280.000-მდე. რამდენი გარბენი თქვა ხეხა. და შუაში დამჭირდა ერთი სერვისი, შატელში რო ვიყავით, ვიდეოდან ვინც ნახეთ, გეცოდინებათ რომ გზაში კალოტკებმა დაიწყო ტრიპინი, ანუ უეცრად გაცვდა, მოულოდნელად ეს არავინ არ ველოდით, ად გათავისვის და გაცვდა, გადაწყვიტა 274875 კილომეტრზე შეუცვალე წინა და უკანა ხუნდები, რაშიც გადავიხადე 554 ლარი. 20000 კილომეტრის გავლის მანძილზე სულ ეს არის სერვისები, რაც გავიარე. ეხლა მოდი მივაჯამოთ ერთად და ნახოთ რამდენი ლარი გამოგვივა. მივაჯამოთ? მივაჯამოთ. 2554 პლუს 384 პლუს 464 და 1600 რაღაცა იყო. და პლუს ეს მეორე გვერდზე რატო არის? 1655. 1655. აი ეს ხარჯი დაჭირდა ამ მანქანას 73 ლარი. 260000 კილომეტრიდან 280000 კილომეტრამდე მოსაღწევად დღეს ჩათვლით. არ ვიცი ხა ეს ერთ წელზე რო გაყოთ ალბათ არ ელემენტულია თქვენ რამცაც დადიხართ დაახლოებით იმ პერიოდზე რო გაყოთ გამოგივათ ის თანხა ყოველთვიური. ჩემი ეს არაა დიდი ხარჯი. არ ვიცი რას ფიქრობ. მე დამიტოვე სიტყვა. ხო, არ ვიცი რას ფიქრობ თქო და რა ვიცი, შენ კიდე გაჩვენე. რავი, ესე ვიხდით ხოლმე ხა გინდა არ გინდა. ხო რა, არ ვიცი. არც ცოტა, არც ბევრი. ფასში რაღაც სხვა რამეს ვიყიდით. მე შემიძლია ვთქვა რომ რაღაც თქვენ თვითონ სერვისი გააკეთოთ ხოლმე რაღაც არა ცენტრში და არა ბრენდირებულ სახელოსნო შეიძლება უფრო იაფი დაგიჯდეთ, მაგრამ მე მაგას რეკომენდაციას ვერ გავუწევ დიდი ბოდიში უკაცრავად. პრინციპში დღეისათვის ჩემი სათქმელი სულ ეს იყო, არ ვიცი ნიკა შენ თუ არ გინდა რამის დამატება, შეგვიძლია ამ ლამაზ ნოტაზე დავემშვიდობ. კი, ამითი კი ბატონო. ეს იყო, რა ვიცი, რა მეკითხები თუ გექნებათ პრადოსთან დაკავშირებით, ან რაღაც ხარჯებთან დაკავშირებით, ან ამე თუ გამოგჩა ან პლუსი მინუსი დააკომენტარეთ აი. ვიდეოს გაგრძელება იქნება, როგორც ვატყობ 30000-ის შემდეგ პრადო და ხო და ანუ მაგის გარანტიას ვერ მოგცემთ. შეიძლება 30-ს ვერ მიაღწიოს მანქანა და უბრალოდ გაყიდული აღმოჩნდეს. ეს ახლა გაყიდვის სამზადე. ეს ახლა მარცვალ ჩავაგდე აქ. გამგები გაიგებს. შემოთავაზებები თუ გაინტერესებს პიემში გამოვაშვით. აიგრია ხალხო, რა სიმართლეს ვიძახით, რაც არის ვიძახით, როგორც ვიტარი. ეგ არის. всё, გემშვიდობებით. დღევანდელი დღე სულ ეს იყო, აბა დროებით. მოიცა, კარგად.